რა გავლენა აქვს პოლიტიკურ არასტაბილურობას საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესზე? ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. თებერვალში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება 74 მილიონი დოლარი დაუჯდა, საიდანაც 39 მილიონი 300.000 დოლარი ძირითადი თანხის დაფარვაზე, 35 მილიონი დოლარი კი პროცენტების გადახდაზე მიემართა. საქართველოდან ბუნებრივი ქვების ექსპორტი აქტიურდება 2024 წელს ექსპორტზე 415.000 დოლარის ღირებულების კირქვები გავიდა 4.5-ჯერ მეტი 2023 წელთან შედარებით. ნაციონალური მოძრაობის ოფისი F-Distribution-ის საკუთრება ხდება კომპანიის მეწილე თამაზ სოფურაშვილია, დირექტორი დავით კირკიტაძე. იანვარ-თებერვალში საქართველომ აზერბაიჯანიდან 500 მილიონი მეტრი კუბი გაზი იყიდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის ორ თვეში ჯამში 8 მილიარდზე მეტი მოცულობის გაზი აწარმოეს, აქედან თითქმის ნახევარი ექსპორტზე გაიტანეს. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე ნინო შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. თებერვალში საქართველოს საგარეო ვალი თითქმის 30 მილიონი დოლარით 8 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფინანსის სამინისტროს მონაცემებით 2024 წლის თებერვალთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 373 მილიონი დოლარით არის შემცირებული, თუმცა ეს კლება ძირითადად დაკავშირებულია გაცვლითი კურსის ეფექტთან. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალი 60%-ზე მეტი ნომინირებული არის ევროში, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან 2025 წლის თებერვლამდე გაუფასურდა ტრენდს ინარჩუნებდა. ამ გაუფასურებამ კი დოლარში გამოსახული სახელმწიფო ვალის მოცულობა შეამცირა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება 74 მილიონი დოლარი დაუჯდა, საიდანაც 39 მილიონი 300.000 დოლარი ძირითადი თანხის დაფარვაზე, 35 მილიონი დოლარი კი პროცენტების გადახდაზე მიემართა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა, როგორც რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, ეს კლება სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან ნათია თურნავას თქმით, სეფს არც იანვარში და არც თებერვალში სავალიდო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია. ქართული ტურისტული ბიზნესი ძირითადად აზიურ ბაზრებზე გადაეწყო. დღეს მოთხოვნა სწორედ აზიური ბაზრებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან მოდის, რადგან როგორც ტურისტული კომპანიების ნაწილი აცხადებს, ევროპის ბაზარი ფაქტობრივად დახურულია და შექმნილი გაურკვევლობის გამო ევროპელი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოდის. მარტიდან გამოცოცხლება შეიმჩნევა სტუმრ მასპინძლობის სექტორში. სასტუმროების ფედერაციის ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გათვლა სწორედ ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზე კეთდება, თუმცა როგორც ჩალვა ალავერდაშვილი ამბობს, ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვარზე ისევ პრობლემებია. რა ვითარებაა დღეს ტურიზმის სექტორში და ვინ მოგზაურობს საქართველოში? ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ელენე, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით. ნუცა ბუნებრივია ქართული ტურისტული ბიზნესის მთავარი სამიზნე არის ევროპა, თუმცა საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ევროპელი ტურისტები საქართველოს მიმართულებას ფაქტობრივად აღარ განიხილავენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი სასტუმრო ბიზნესიც მთავარ გათვლას აზიურ ბაზრებზე აკეთებს. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ აქტიურია ჩინეთი და ინდოეთი, თუმცა ინდოეთის შემთხვევაში დღემდე გამოწვევად რჩება ვიზის მქონე ტურისტების საზღვრიდან გაბრუნების შემთხვევები. უფრო მეტი გათვლა ამ ეტაპზე აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი უფრო მეტად, ესე ვთქვათ, რეალობიდან გამომდინარე გეუბნებით. ჩვენ იმას არ ვიძახი, რომ ჩვენ არ გვინდა შემოვიდნენ ევროპელი სტუმარი ან ასე შემდეგ, არა გვინდა და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე, წელს უფრო აღმოსავლეთის ბაზრებიდან ზრდას ველოდებით. საზღვრის პრობლემები ისევ დგას და იმედი გვაქვს, რომ შედარებით გამოსწორდა, თუმცა არა მთლიანად და იმედი გვაქვს და თქვენი ერთ-ერთიც მინდა კიდევ ერთხელ ვითხოვო, რომ ადამიანები, რომლებიც ვიზას იღებენ და ვიზით მოდიან ამ ქვეყანაში, ეს ხალხი უბრალოდ შემოუშვით.
რადგან ევროპიდან საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა რადიკალურად შემცირებულია, მთავარი სამიზნე ბაზარი ტურისტული კომპანიებისთვისაც აზიური ბაზრები და კონკრეტულად ინდოეთია. ტოპ-ტურის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ ინდოეთიდან საგრძნობლად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს მიმართ, თუმცა ინდოელი მოგზაურებისთვის ერთის მხრივ გამოწვევა ის, რომ ქართული მხარე რთულად გასცემს ვიზებს და მეორეს მხრივ საზღვარზე ჯერ კიდევ ხშირია ფაქტები ვიზის მქონე ინდოელი ტურისტების უკან გაბრუნების, რაც ბუნებრივია საქართველოს იმიჯზე და კონკურენტ უნარიანობაზე მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც არ აბრუნებენ, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ხდება შეყოვნება მათი საზღვარზე. მესაზღვრე დღის ერთი ჯგუფის მანძილზე, მაგალითად ბოლოს 112 კაცს უმასპინძლეს დაახლოებით 16-ჯერ განახორციელეს ზარი სხვადასხვა ადამიანზე და გვეკითხებოდნენ ნამდვილად თქვენი სტუმარი არის თუ არა, გადახდილი აქვს თუ არა მათ თუ იმ სერვისებზე. რა თქმა უნდა, ეს იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება ჩვენს რეპუტაციაზე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენი აქტიური კამპანიაც არ უნდა ჩავატაროთ, როდესაც საზღვარზე შემოდის ტურისტი, რომელსაც აქტიური ვიზა აქვს და ის უკან ბრუნდება, აზიანებს როგორც ბაზარს, ჩვენს რეპუტაციას, ჩვენს ქვეყნის სამომავლოდ მათთვის ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება, რომ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას. როდესაც მაის ტურიზმი არის კორპორატიული დიდი ჯგუფი ჩამოდის და დაახლოებით 60-70 კაცი აქედან 10 ბრუნდება უკან, შემდგომი ბიზნესის კუთხით თავს იკავებენ, რომ უბრალოდ საქართველოს შესთავაზონ და ირჩევენ ისეთ ბაზრებს, როგორც აზერბაიჯანია, სადაც უვიზო მიმოსვლა არის, ან ნაკლებად დაბრკოლებები ხდება. ინდოეთის ბაზარზე მუშაობს ტურისტული კომპანია ვინგლეთიც. მისი დამფუძნებელი ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით ინდოელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ამაზე მათი მომავალი თვის ჯავშნებიც მეტყველებს. რაც შეეხება საზღვარზე შემოშების პრობლემას, ვინგლეთის შემთხვევაში ეს ნაკლებად აქტუალურია, რადგან კომპანიას ანალოგიური გამოცდილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰქონდა. მოთხოვნა არის ძალიან გაზრდილი, ხარო შევადარო შარშანდელი წელი, იმის წინა წელი და წლევანდელი წელი, ამ წლებს შორის არის ძალიან რადიკალური და დიდი განსხვავება. მაგალითისთვის მარტო აპრილში ახლა რაც უკვე დადასტურებული ჯგუფი გვაქვს, დასაწყისში ველოდებით 400 კაციან ჯგუფს, შემდეგ კიდევ 160 კაციან ჯგუფს და შემდეგ კიდევ ველოდებით 100 კაციან ჯგუფს. ეს არის მარტო აპრილისთვის მონაცემით, რაც გვაქვს. ჩვენ შემთხვევაში გაბრუნების შემთხვევა გვქონდა სულ ერთხელ ერთ ადამიანზე, რომელიც ჯგუფის გარეთ ჩამოვიდა. ანუ ჯგუფი ჩამოვიდა, უბრალოდ მისი ვიზა ცოტა გვიან მივიდა და ერთი დღის შემდეგ მოუწია, რომ მარტოს ემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი კარგი ტური ჰქონდა დაჯავშნილი, ამ მიზეზის მიუხედავად უკან გააბრუნეს. მაშინ როგორც მიზეზში განუმარტოს იყო, რომ ანუ არ წარუდგინა. მე როგორც მახსოვს, დაზღვევა ჰქონდა თან, რომელიც ტურ ლიდერს, რომელიც წინა დღეს ჩამოვიდა, იმას ჰქონდა და ეს იყო საბოლოო ჯამში მიზეზი გაბრუნების. თუმცა მართლა ტურისტი იყო და ჯგუფის წევრი იყო. უბრალოდ ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა ჩვენს საზღვარზე, რომ ამ ტიპის ტურისტი იყო. სავარაუდოდ წელსაც ქართულ ტურიზმში წამყვანი აზიური ბაზრები იქნება. გასულ წელსაც საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში სწორედ ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ნაკადების ზრდით იყო გამოწვეული. საინვესტიციო ბანკ ალტენ-ტაგარტის საბაზისო პროგნოზით წელს 5.3 მილიონი ტურისტი ეწევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად ალტენ-ტაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით. ნუცა. მადლობა ელენეს, ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ტურიზმის დარგში არსებული ვითარება გაგვაცნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა ბიზნესზე. ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებს. როგორც BMG-სთან ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოში შექმნილ არასტაბილურობის ფონზე ევროპული კომპანიების ნაწილმა ახალი ინვესტიციების განხორციელება შეაჩერა და ბიზნესი ახლა ნაკლებად ფიქრობს გაფართოებაზე. ის რომ საქართველოს
საქართველოს საინვესტიციო გარემოს არაერთი გამოწვევა აქვს, ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს, საქართველოში ზედიზედ მეორე წელია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მცირდება 2024 წელს ქვეყანაში $1.323 მილიონი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წლიურად 30%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორ აისახება პოლიტიკური არასტაბილურობა საინვესტიციო გარემოზე და ბიზნესის გადაწყვეტილებებზე სტუმართან, კომპანია დიოს მმართველ პარტნიორთან თამას დაუშულთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ბატონო თამას, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ვნახეთ, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს უკვე უბრალოდ გასული პერიოდის თვეების განმავლობაში გამოკითხული ბიზნესი ამბობს, რომ მათთვის მთავარი გამოწვევა დაბრკოლება არის პოლიტიკური არასტაბილურობა, სწორედ ეს ფაქტორი გადავიდა პირველ ადგილზე უკვე ხელი შემშლ ფაქტორებს შორის. როგორ შეიძლება შევაფასოთ არსებული ვითარება, რა გავლენას ახდენს სწორედ ბიზნესის გადაწყვეტილებებზე შექმნილი პოლიტიკური გარემო, რაც როგორც ვიცით უკვე გასული წლიდან გრძელდება არაერთთვის განმავლობაში. მოგესალმებით, მივესალმები ნამაყურებელს. ხო, ეს ძალიან საინტერესო კვლევაა, რომელიც ყოველწლიურად არის გეთდება ევროკავშირის დაფინანსებით. და მოეწყო ამ კვლევის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ. ეს მესამე კვლევაა უკვე და ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით ხოლმე ბიზნესის წარმომადგენლები ამ კვლევის შედეგებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, 200-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ძალიან ყოვლისმომცველი კვლევა, იქ თვითონ ეკონომიკას მოიცავს და სხვა მონაცემებია მნიშვნელოვანი და მათ შორის ბიზნესის განწყობები ამ კუთხით. კი, ნამდვილად გეთანხმებით, რომ არ არის ალბათ ყველასთვის გასაკვირი, რომ იმ ფონზე, რაც საქართველოში ბოლო თვეებში მიმდინარეობს, რომ მთავარი გამოწვევა რა თქმა უნდა ყველასთვის და მათ შორის ბიზნესისთვის ეს არის ის არასტაბილური გარემო, რომელიც შეიქმნა და განსაკუთრებით ბოლო თვეებში რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და რაც რა თქმა უნდა ბიზნესის არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი და განსაკუთრებულად აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს, რამდენად არის პროგნოზირებადი გარემო, რა ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამიტომ ბუნებრივია ასეთ კვლევებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ბუნებრივია ვაქცევთ ამას ყურადღებას. შესაბამისად, ის რომ პირველ ადგილზე არის ეს არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ეს ნამდვილად ასეა და იქ არის კიდე რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის კვალიფიციური პერსონალის არარსებობა და გადინება ქვეყნიდან, ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული, როდესაც ქვეყანაში არ არის ისეთი გარემო, როცა ადამიანი თქვა ვერ ხედავს თავის მომავალს, ეს არ არის უკვე ადრეც გვისაუბრია ჩვენ ამ საკითხებზე, რომ ბოლო წლებში ძალიან დიდია ემიგრაცია, სამუშაო ძალის უცხოეთში გადინება ძალიან დიდია და შესაბამისად ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, გაცვლითი კურსის ფაქტორები და ასე კიდევ რაც სამართლებრივი საკითხების პრობლემები აქვს. ბატონო თამას, აი თქვენ თქოთ რა ინფორმაცია გაქვთ იმенно თქვენ ვისთანაც გაქვთ ევროპულ კომპანიებთან ურთიერთობა, თუნდაც თქვენი კომპანიის მაგალითზე, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად ბიზნეს აქტივობა შეფერხებულია ამ პერიოდში და ახალ გადაწყვეტილებებს ინვესტიციებთან დაკავშირებით ნაკლებად იღებს ბიზნესი, აი მაგალითად გამგეობის თავმჯდომარე ჩვენთან გუშინ ინტერვიუში თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ევროპული კომპანიების ნაწილმა მართალიანად არ დაუტოვებიათ საქართველოს ბაზარი ოპერირებენ აქ, მაგრამ ახალი ინვესტიციების განხორციელება მკვეთრად შეამცირეს და შეჩერებული აქვთ ამ პერიოდში. თქვენ როგორ აკვირდებით თუნდაც თქვენი კომპანიის მაგალითზე? ხო, სამწუხაროდ ეს ტენდენცია შეინიშნება, ბუნებრივია, რომ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არის გასარკვევი, როგორ იქნება, რა გველოდება მომავალში ხო ასეა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და იქ საერთოდ ბევრი რამ არის გასარკვევი, მათი დამოკიდებულება იმ პროცესებთან საქართველოში ჯერ გაურკვეველია და ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობები ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ერთში და დაძაბულობა ეს ყველაფერი ერთად ქმნის, ანუ საკმაოდ არასაიმედო, არასანდომიან გარემოს ინვესტორებისთვის. ბუნებრივია ჩვენ ახლა ვხედავთ ისე რომ თქვათ ერთისავლობით ჩვენ ხა აიკრიფა და ყველა წავიდა, მაგრამ ბუნებრივია უფრო ფრთხილად უყურებენ, თუ ელოდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ იმის მიხედვით დაგეგმონ თავიანთი მომავალი ინვესტიციების ასე ვთქვათ პროგრამები. ამას ასევე ისიც ერთვება, რომ გარდა იმისა, რომ ინვესტორები უყურებენ ფრთხილად ბიზნესის წარმომადგენლები, შეიმჩნევა, რომ მოსახლეობაც ცდილობს, რომ ასეთი მსხვილი შედაძენებისგან
სამწუხაროდ არის ესეთი ბუნებრივია სხვის შენაძენებისგან შეიმჩნევა რომ თავს იკავებენ და შემდეგ თვეებში შეიძლება ეს უფრო ნათლად გამოჩნდეს ეს იქნება უძრავი ქონების კუთხით თუ ავტომობილები თუ ასე შემდეგ ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხი რაც ჩვენ ყველას ერთად გვაღელვებს მეჩნია ხელისუფლებასაც და ყველას ერთად ოპოზიციასაც გვაღელვებს რომ რამდენაირად დაალაგდეს მოწესრიგდეს და რაღაცა ისეთი შეთანხმებაზე მივიდეთ მთელი საზოგადოება რომელიც ჩვენ მომავალი წლების განვითარებას სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მალე მოხდეს დაახლოება ესე ვთქვათ ესეთი პროცესი არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია რომ ყველა მხარემ რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელისუფლებამაც ეს კარგად გავიაზროთ რომ მნიშვნელოვანია რაღაც გამოსავლის მოძიება ამ სიტუაციად იმიტომ რომ მართლაც მესვის ყველა ადამიანი შეიძლება ქონდეს თავისი მოსაზრებაც თავისუფალი ქვეყანა ვართ შეგვიძლია გამოთქვა ჩვენი მოსაზრებები მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაზე მეტად ყველას ახელოვებს თუ როგორი იქნება მათი სამსახურები მათი შემოსავლები როგორ განვითარდება როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ მათი შვილები ასე შემდეგ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. კადრების დეფიციტის ნაწილს რომ მივუბრუნდეთ მეორე ადგილზე იყო თქო პირველი საფეხურიდან ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ამ პრობლემამ იყო მითითებული რომ მაღალი ემიგრაცია მათ შორის იწვევს პრობლემებს კადრების სიმცირის ნაწილში თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვისმენთ განცხადებები რომ სწორედ ამ დაძაბული ვითარების გამო კომპანიები რაც ანელებენ ახალი კადრების აყვანის პროცესს და რიგ სექტორებში აი მაგალითად სტუმართმასპინძლობის სექტორში შეიძლება პირიქით რაც დაიხურა ობიექტები და იქ შეიძლება თქო აღარ იყოს ხო ეს აქტიური კადრების დეფიციტის პრობლემა. თქვენი გადმოსახედიდან ეხლა რა ვითარება არის ეს კომწვავედ ეს კადრების დეფიციტის პრობლემას თუნდაც თქვენ სექტორში იმიტომ რომ თქვით რომ ემიგრაცია არის ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ხო? ეცით რა ეს კვლევა ეს 2024 წელს მოიცავს და ეხლა შეიძლება რაღაც გარკვეული ცვლილებები იყოს ბუნებრივია ეხლა სტუმართმასპინძლობის სექტორის ერთი ყოველთვის რაღაცნაირად რეაგირებს ასე ყველაზე მეტად რეაგირებს ასეთ მოვლენებზე და მათთან ცნობილია მათთან რა პრობლემებიც არის ამ ეტაპზე თუმცა ზოგადად მაინც რა თქმა უნდა შეიძლება ეხლა გამოჩნდეს რაღაც თითქოს ჭარბი მოწოდება მაგ თვალსაჩინოდ მაგრამ ადამიანებს ნამდვილად ხელი არ ჩაუხდებიათ ხელი არ აუღიათ უბრალოდ უცხოეთში წასვლაზე ემიგრაციაზე ფიქრზე არ გადაუფიქრებიათ იმიტომ რომ მით უმეტეს ამ სიტუაციას როცა არ აქვს გარკვეული პერსპექტივა უახლოეს ხანში თუ როგორ მოწესრიგდება ადამიანები რა თქმა უნდა იფიქრებენ თუ აქ თუ ვერ ნახულობს ან შოულობს ეს სამსახურს რომელიც მას მოთხოვნებს და აკმაყოფილებს ან ვერ ხედავს პერსპექტივას ის კვლავ გაგრძელებს უცხოეთში წასვლას ასე შეიძლება მოკლე პერიოდში ესე ჩანდეს რომ არ არის იქ დეფიციტი მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ რომ ეს ფონად გაგრძელებს ყველას რომ ადამიანები განსაკუთრებით კვალიფიციური პერსონალი ადამიანებისაც ვინც რაღაცისათვის რაღაც გაკეთება შეუძლია ის იმათ თვალი უჭირავთ უცხოეთს თქვენ ისაუბრეთ რომ აი რაღაც სექტორებში მოთხოვნის შემცირება შეინიშნება ადამიანები მოსახლეობა ნაკლებად ხარჯავს იქნება ეს უძრავი ქონება ავტომობილები თქო უძრავი ქონება მაგალითად თქვენ სექტორთანაც არის ხო გადამული და დაკავშირებული ყველაფერი კავშირში არის და თქვით რომ შეიძლება შემდგომში ეს აისახოს ჩვენ ვნახეთ რომ აი 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გქონა იანვარში ანუ არ იყო შენელებული პირით დაჩქარებული ყოლოდებით რომ აი შეიძლება ეს პროცესები თუ გაგრძელდა უკვე ეკონომიკური აქტივობა იმდენად შეიძლება შენელდეს რომ უკვე რიცხვებშიც აისახოს აი ეს თუ იგულისხმეთ თქვენ ისიც არის ამის მოლოდინი, ამის არის შიში, ამის შეიმჩნევა. ახლა ჩვენც უყურებთ, ესეთი კატასტროფული კლება არ არის, მაგრამ რაღაც გარკვეული ტენდენციები არის. რაც შეეხება იანვარს, ეს რაღაც გარკვეული შეიძლება ინერცია იყო და ეს ძალიან კარგი თუ დაფიქსირდა. ნახოთ შევხედოთ, როგორ იქნება თებერვალი. მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი გვინდა ხო ასე, ამიტომ ეს ფაქტორი რომ მოქმედებს ახლა ეს მიმდინარე პროცესები რომ მოქმედებს ეკონომიკაზე ეს არის ფაქტია. ამიტომ რაღაცნაირად უნდა გამოინახოს გამოსავალი, რომ მოსახლეობამ რაღაცნაირად შვიდად განაგრძოს ცხოვრება ამ ქვეყანაში. ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენი კომპანიის გეგმებზეც მინდა კითხოთ, როგორც თქვით, სულ რამდენიმე დღის წინ შეუსრულა დიოს თქვენს კომპანიას 29 წელი, როგორ შეაჯამებდით
თითქმის 3 ათეულ წელს და როგორია თქვენი კომპანიის გეგმები წელს მოკლედ რო გითხრათ, თუნდაც აი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად აქტიურები იქნებით, შედარებით ნაკლებად თუ რა გეგმები აქვს დიოს თუნდაც წელს დაკავშირებით. დიდი მადლობა, რომ ახსენეთ ჩვენი გუშინ იყო ჩვენი დაბადების დღე 29 წლის შევსრულდით. ძალიან საინტერესო 29 წელი გამოვიდა. ჩვენი კომპანია ძალიან ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი ყავს. საინტერესო შეთავაზებები გვაქვს და შესაბამისად გეგმებიც გვაქვს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს საინვესტიციო პროექტებიც, გაფართოება წარმოების, ახალი პროდუქტების დანერგვა, ექსპორტის მიმართულებით მუშაობა, ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრია. მთავარია რომ იყოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ცნობადი ბრენდია ჩვენი კომპანია დიოს ქვეყნის მასშტაბით და გვინდა რომ ეს ასე ვთქვათ პრივილეგია, ეს უპირატესობა გამოვიყენოთ ასევე და უცხოეთის ბაზრებზე ვცადოთ ჩვენი ბედი. წელს გეგმავთ ძალიან მოკლედ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს მართლაც ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამის მიხედვით. მოგახსენეთ ცოტა მოგვიანებით. იმედია სტაბილურობა რაღაცნაირად იქნება და უკეთესობისკენ წავა ყველაფერი, თუნდაც თქვენს გეგმებს ხელია შეეშალოს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თამაზ დაუშვილი დიოს მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ საუბრობდით თუ რა გავლენა აქვს მიმდინარე პროცესებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. საქმის კურსი ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს უკვე 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.